ის იაპონიის ასწავლი შეიწყავს და გიჩქოს ასწავსაც ირწყავს პარტიულ პონჩი რა. კი. როგორც ჩანს ამას გაუჩნდა შეგრძნება რომ პროსა ჩუჩა ანუ საფრთხებად გამოიყენა რეალურად როგორც ჩანს პოროშენკომ შეაშინა იაცენუკი მიშათი. ხო. და ის გარიგებაში შემოიყვანა პარტია აახია ჩამოართვა პოლიტიკური ბერკეტი ესე ვთქვათ პარტია და როგორც ჩანს თანამდებობაზე ტოვებს რა რაღაც ეგეთი გარიგება იქნება ხო ეხლა პარტია ანუ ის პრემიერობიდან რო ხსნიდეს ხო პარტიას მაინც არ დაშლიდა ისა ხო როგორც ჩანს პარტია გამოართვა და პრემიერად ტოვებს ანუ ამ ვაჭრობაში და ამ იმაში მიშათი შეაშინა როგორც ჩანს რა მაგრამ მიშათი შეაშინა დღეს არა დღეს კი არა საერთოდ კაცო ბოლო პერიოდის განმავლობაში ხო გუბერნატორად წაიყვანა მიშა ეს მანევრი გააკეთა და მე აუცილებლად ბაზრები რომ აი აცენუქს ანაცვლებს აცენუქს ხო რაღაცა მოქმედებია ალბათ აცენუქს ხო ხო ალბათ აცენუქს დააჯდნენ მე ილაპარაკეს და კი ბატონო იღავ პრემიერად და პარტიამ წაგართვა რა პარტიამ შემერწყას ჩემ პარტიაში და შემოვიდეს და ტოვებ და რაღაცა და მიშათი ამ შემთხვევაში არ ჩანაცვლებიდა როგორც ჩანს მიშამ ჩათვალა ეს მოხდა ხო ეხლა დაიწყო ჩალიჩი რომ ოდესაში რაღაცა გამოართვას ხადე ეხლა ოპოზიციაში გასვლას არ აპირებს უბრალოდ ხო იფამხურებს რომ იტყვის რომ აი მე პარტიას გავაკეთებ ჩემთვის და ამის დედაცვატირია და მე გამოთხოვს ამაში რაღაცას ან თუნდაც პროკურორის თანამდებობას ან რაღაცას ოლქში რა ოლქში ბერკეტები უნდა რა მოკლედ რა და ამაზე გავატრაკებო მიშამ ხო მე აცენუქს გაუდრაკებო მე პოროშენკოს დაველაპარაკებიო და კაცრად ვეთქვიო რომ ავჩევ ან მაძლევ რეალურ ბერკეტებს ოდესაში ან და ნუ გავდივარ ჩემ პარტიას ვაკეთებ პირდაპირ ეგეთი ბაზარი მექნებაო რა აი ეს დამთავრებას სიმართლე გითხრათ წარმოადგენდა არა მაგში მაგრამ მაინც და მაინც ჩვენ იმას დავთქვა გამოცდებს ზე გამოცდები ვაკთა ხო დღეს აპირებს აცენუქზე იმას და ხვალ უნდა უდელაპარაკოს თვითონ ეს იმას თუ შეხვდა პირველს და ზე კიდე ჩვენი გამოცდაა და რა ჩვენ არ მოგცხომ პანგური თქო რა მაგის ზედას მოთქვა არა პანგურს რა მოგცხებენ ახლა ამერიკაც ჩართულია არა ასხივებს ამერიკა ჩართულია მაგრამ პროკურორი ასხივებს კაცო მომესმის მაგრამ არა მაგას ვერ იზავენ მაგრამ მე მგონი რომ არასწორი კონსტრუქციაა თუ არა და ოპოზიციაში გავა ხო მე ვთვლი რომ ეს არ არის სწორი მაგრამ უფრო უნდა თქვას რომ რა გინდა ანუ ჯერ მაგას აი ეგეთი ლაპარაკიც არ ქონია ჯერ რატო ამბობს ოპოზიციაში ჯერ უთხრას რომ არ მაძლევ რა გაკეთების საშუალებას მივედი შემოსავლებზე დავიწყე საბაჟო შევთანხმდით ერთი არ ჩამოვიდა მე თვითონ ვიჩამი ჩამოვიყვანა ეს რომანოვი ჩავარტყით ხელივით უნდა დაგვეწყო და აგერძმაო ვერ ვიწყებ იმიტომ რომ არც დანიშნა უნდათ და არც არაფრის გაკეთება უნდათ. მინდა რომ ვიღაცები დავაკავო პროკურატურით არ მაძლევა მის შესაძლებლობას. მინდა რომ ეს გავაკეთო, ან უნდა ჩამოუთვალოს და. ასე არ გამოვა რა, ახლა უბრალოდ რომ როგორ პონჩი უნდა უთხრათ, რომ ქვეყანა ასე არ აშენდება რა. ხო, არა, ხო, მაგას ეტყვის ალბათ, ხა ეგარ შეეშლება, მაგრამ შედეგს რაც მიიღებს. ხო, მაგრამ მაგან თუ ეგრევე გავიგე, მაგრამ მაგან თუ ეგრევე უთხრა, მე ოპოზიციაში წავალ მაშინ ეგ როგორი განცხადებაა, იცი? ეხლა მე რო პარაშენკოს ადგილზე ვიყო, ვეტყოდი რომ ოკეი, ბაზარი არ არის. ეს ძებნილი კაცი აგერ შეგიფარე მაგის დედამფარე და თანამდებობას დაგნიშნე რა, მოდი ესე ვთქვა. ხო, თანამდებობას დაგნიშნე რა, შემოყლა გინდა ეხლა რა. და ხო ოპოზიციაში მიდიხარ? რატო? მე ხო გითხარი რომ დაგიდგები, ჩემსაც არ არის მარტივი ძმა, იმათთან ბრძოლა. რავი, 1000 რაღაცას ვიტყვი რა. სულთა კაცო რამბავში. და მეორე რომ განკარგულებას გასცემს პროკურატურის მხრიდან, რომ ვის დააფინანსებს სააკაშვილს, დედა მოუყვანეთ. ხო? ხო, და ჩოტკი კონტროლზე აიყვანს და ანტო ოპოზიცია ალბათ არ უნდა უთხრას, უბრალოდ უნდა უთხრას, რომ უნდა, ანუ ხა საყოველზე რასაც მეუბნებოდა მაგათ ერთად რაც ჰქონდა პრეზიდენტთან შეხვედრები, გაიგე? მიშას არ ქონდა არასდროს მიმწოლი პოზიცია პარაშენკოსთან შეხვედრის დროს. მიშას ქონდა ლაკუცისა და დათმობითი პოზიცია. ჩვენთან ბაქი ბუქობდა, იქ რეალურად ისეთი ცუციკი ტიპი იყო, გაიგე? თუ ამ იმიჯის შეცვლას აპირებს პარაშენკოსთან უშუალო ურთიერთობაში ამ სტატუს-კვოს შეცვლას, ეს სხვა თემაა რა. ხო, ეგ ალბათ უნდა შეცვალოს რა და უთხრას, რომ ესეა რა. გამიგეთ, ხა არ მინდა არანაირი ღია განხილვა მოვიყვანეთ მოვის ხალხი და აგერ მოვიყვანე ჩემ ხალხს და დაუჯდეთ რა და გავიაროთ ეს დედამოწყობილი რა.
იგი მე დაგიდებ პაკეტებს, რაც არის მისაღებ და ხელი არ მოსაწერი, მოაწერია რა ამ ხალხს ხელი რა. ეგრე უნდა უთხრას ალბათ რა. შეჯერობით ყოველ შემთხვევაში. თუმცა მაგაზეც ისეთი და ისეთ ჩათვლახია, მაგაზეც მოიფიქრებს. ამას ისე საოლქო პროკურორობაზე უნდა როგორც ჩანს და ნუ ისე ზურაზე უნდა რომ ეჩალიჩოს. ზურაზე საოლქო პროკურორობაზე ჩალიჩო უნდა უთხრა. ბიჭო ხო, მაგრამ ეს საოლქო პროკურორობა არ არის ხო ხომ ეს საოლქო პროკურორობა არის კი ეს ამოსავალი წერტილი ამოდეს ისთვის გასაღები სადაღებია ეს კომპლექსურია ეს SBU-ც უნდა იყოს ალბათ პროკურატურაც და პლუს საბაჟო პორტები მისთვის რომ ფუნდის თანხა კონდეს რომ არჩინო ეს ზალონები ზალონებს ხო ხელფასს ვერ გაუძლებს შენ ადგილზე ლოკალურად ხო ცენტრალური ბიუჯეტიდან არ დაფინანსება და კანონით არის გათვალისწინებული ხელფასის ოდენობა მაგრამ უნდა ყავდეს პრემიაზე თუ გინდა რომ სხვანაირად იმუშაოს თუ გინდა რომ სხვანაირად იმუშაოს უნდა მისცე რა რაღაცა შენ მატერიალური ბაზა უნდა შეუქმნა მატერიალური ბაზას ხო საბაჟოს გარეშე ვერ უქმნი და პორტების გარეშე ფული არ აგაქვს ამიტომ უნდა მოგწეს უნდა იყოს სამივე გასაღები რა SBU პროკურატურა და ფინანსური წყაროები და ხა ამდენს ერთად თუ მოივაჭრებს კი ბაზარი არა მაგრამ მე რატომაც გონია ვერაფერს ვერ მოივაჭრებს საერთოდ ეს კომპონენტი თუ ესე ხისტად ელაპარაკა მაგაში ეთახა რა ვიცი ბიჭო ახლა მეორე მხრივ სიმართლე გითხრა ახლა მე პარაშენკოს ადგილზე ვეტყოდი რომ ძმო ემედი ხო მოგეცი კრიმინალი გაუარესდეს დედამოწმე ოდესაც და ხო არაფერს არ გეუბნები ახლა მართლა და მართლა ეგრე ხო არ არის გაუარესდა კი მაშინ რომ ვიყავი ჩასული კი ეგრე მითხრას რომ სტატისტიკა გაუარესდა ხო და ეგ ბიჭი მაგ ბიჭის დანიშნა მართლა შეცდომა იყო ეს რაც მოხდა ახლა ეს იაღლიში რაც მოვიდა როგორ რაღაცა მოხდა იცი არა მარტო ეგ იაღლიში ბიჭო არ არის ეგ როგორი ეგ ხო ჩაქო ეგ საყვარელზე იმოშებოდა რომ მაგარი ტიპია აქაც ჩაკეტილი ტიპი რომ მე არ ვიცოდი შეჩერო შინაგან საფრთხის მომდიე თუ არსებობდა ეგეთი ლოფიფაიზე თუ გავიგე ბოლო წელს თო ხო და რა ვიცი ახაც ძალიან ისეთი ტიპი ძალიან ATC-ზე თუ რა სპეციალიზების კურატორი იყო არაფერი არ იყო კაცო ინტელექტუალური შესაძლებლობები მას არა აქვს არ გააჩნია ხარი არა ბიჭო არა ვამოს ჯაუგორა მე მგონი მაგრამ მიშამე ხამარ არა ბიჭო საგეუბნები საყვარელზე მეთქვა ვინ დავნიშნოთ ახლა თვითონ მეთქვა საყვარელზე თვითონ ჩამოეყვა ვორკი ფაინზე შეჭი მაგრამ პროსტა ჩვენ მაშინ ამას გამოგვივიდა რომ შენ უნდა მან წასულიყავი რა ყველაფერი უნდა ავიღოთ რასაც გვაძლევენ ყველაფერი უნდა ავიღოთ რა გეუბნები რა ვიცი ჩემთვის არავის არ შემოუთავაზებია ეგ გაგაცო და როგორ წავიდოდი ბიჭო მე არც მომსვლი ახლა მე ხა სიმართლე გითხრა მე მომასვნა რა ხოვაზე ხარ არა მაგას მოყავდა მაგიზია საყვარელზე დავდა ეგრევე ხა მაგას არა მარა ბიჭო არა რატო დაბრიდავდა ახლა ეს დედამოტყუილე ხა ბიჭო არ არის ეგრე ეს ბიჭო ხო ხედავ რა რომ ვერ შვებით და უნდა მოვედოთ ცოტა ხო და არა მე რატო გეუბნები შე პროსტა ხა იმას რომ ეთქვა რომ მოდი ვიმჟელოთ უკვე მჟელობაში წარმოვიდოდა ხო კანდიდატურები რა ბოლოს და ბოლოს რა აი მაგრამ ნუ ხა ლორდკი ფაინზეზე თავიდანვე რომ ჩამოიყვანა ერთხელ დათო კიდე ჩამოიყვანა ლორდკი ფაინზე ვიცი უშიშროებაში გავუშვათ ბიჭო მაშინაც ახლა მე მაშინაც უთხარი მაგასაც და ზურასაც ლორდკი ფაინზე მე უთხარი ბიჭო ცოტა არ არის მეთქი ახლა კაი ბიჭია გულიანი ბიჭია მაგრამ ის არ არის რა რაღაცა twins უნდა მოგზდევდეს ახლა მოდი ვთქვათ ისიც რომ გიზოა ლორდკი ფაინზე სათავე ჯობია როგორ ჯობია ახლა როგორ ჯობია გიზო კვალიფიციური ტიპია რა ისია როგორც ადამიანი პატანეგადი არის კვალიფიციურია და შრომის მოყარეა და ინტელექტი აქვს მისგან განსხვავებით და ქვია კი არის ჩვეულებრივი სპეცნაზელი ხო არა ის არის რა თან დღემდე რომ ახმეტოვი რაღაც აუცილებლია ეხლა რაღაც ლოკაცია პლუს ეხლა ტიპს არც ერთი მისი ლაპარაკი არ დაუდიან ვისაც არ მოიდგინეთო მის აქტივობაში არ ლაპარაკებს ტიპს ანუ ჭრის ისა რა ქვია იმ გოგოს ჩვენ რა უნდა ლაპარაკოს ახლა მე სადაც ვიყავი და ის სულად ლაპარაკობდა მე იყო დადის და ჭრის იმას ტექსტებს რა ხო და ბიჭო ახლა ეგეც ხა დაობა ახლა ის ეტყვის რომ ახლა ვინ დანიშნეს მოვოროსანი და რამენიშნე რაღაცა იქ რა ხო და არ ვიცი რა ოქის პროკურორობაზე ჩალიჩებს მიშა ეხა შეეცდება რომ გამოსწვოს და უნდა ზურას დანიშნვა მან და თან ის მიშას მერყეობს ხო წინა ჩამოსვლაზე გიზოს ზურა ხო გიზოს ლობირებდა და რაღაცნაირად როგორც ჩანს ამას ამციფებდნენ და ეს ვერ მომციფდა თუ რა ვიცი რა არის და არ ამოხდა არ ვიცი მაგრამ ეხლა ზურას იძახის რა აბლასმა
და გიზოს უნდა გიზოს არენდომება ეგ არცეთ ვარიანტი, იმიტომ რომ ეხა არის ბედნიერი. გიზო რაღაცნაირად მაინც ერგება იმ სიტუაციას. არტემას სამშვენივრად არის. ისუად კი ვერ დაულაგდა ეხლა და რაღაცა. არა ხო შეხვდა ეხა პრეზიდენტ შეხვედრია წინაპირას. პირადად შეხვედრია და ასე ვთქვა რომ მე იმას ვიზავ მე და განვლაგებოთ რა რაღაცას დაუვალებია. ეგ მითხრა რა ვიცი მე დაგივა მილიშ. მე ისე ვარი. თვითონ მითხრა რა ვიცი. არა თვითონ მოდაცვის დაუძახაო თუ რაღაცა. ვიღაცაზე გამოუძახაო და თვითონ ხო რაღაცა და. არა გიზოს არენდომება მილჩასთან მუშაობა ეხა არ არის მარტივი ამბავი და ეხა არტემასთან ბუჯუნობს აქ დაბუჯუნობს თავის გემრიელად მე ალბათ არენდომება მაგრამ Ой. Ვინას მანდვარ რა. ვინას ჩამოდივარ და გინახულებ.